მოგესალმებით ნაზი სარჯველაზე გადაცემა საჩინოდან. დღეს კლავ ჩემი სტუმარი ბრძანდება არაჩვეულებრივი ბატონი გელა ქოქიაშვილი, რომელიც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ბატონ იონა ხელაშვილზე და სოლომონ დოდაშვილზე. თქვენის ნებართვით მე მივესალმები ჩემს ძირფას სტუმარს და ვთხოვ რომ გვიამბოს ამ ორი დიდებული ქართველის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. დიდი პატივისცემით მოგესალმებით ბატონო გელა და ვარ ძალიან გეგმიერი რომ კვლავ ჩემი სტუმარი ბრძანდებით. გვიამბეთ. საქართველოს ისტორიის გარკვეულ პერიოდებში, ეტაპებზე, ასე შეიძლება ითქვას, ყოველთვის ჩნდებოდნენ ისეთი ადამიანები, ვინც უდიდეს ეროვნულ საქმეს აკეთებდნენ. კიდევ კარგი რომ ეს ქართველებს შეეძლოთ, თორე თავისი მრავალსაუკუნოვანი ცხოვრების მანძილზე ძალიან რთული იქნებოდა ასეთი ხალხის გარეშე, ამნაირი ხალხის გარეშე ცხოვრება, რასაკვირველია ქართული ხალხის ცხოვრება. ერთ-ერთი პერიოდი უფრო სწორად საქმიანობის, მოღვაწეობის, საქართველოს ისტორიის პერიოდი გახდა უკვე მე-18 საუკუნის ბოლო პერიოდი და მე-19 საუკუნის დასაწყისი. და ამ პერიოდში ასპარეზზე გამოვიდა ორი ბრწყინვალე ქართველი ადამიანი. იონა ხელაშვილი და სოლომონ დოდაშვილი. ეხლა ამას ლაპარაკობ, ორივეს ლაპარაკობ, იმიტომ რომ ისი არის შერწყმული ეს ორი სახელი და გვარი ერთმანეთთან და ისი არის განუყოფელი ერთმანეთისგან თავისი ისტორიით, თავისი საქმიანობით, თავისი ურთიერთობით, თავისი დამოკიდებულებით, რომ მათ გარეშე, ორთმენდის გარეშე არ შეიძლება ამ ორი პიროვნების გარეშე არ შეიძლება ლაპარაკი. და ამასაც კი ამბობდნენ სხვათა შორის რომ არ ყოფილიყო იონა ხელაშვილი, არ იქნებოდა სოლომონ დოდაშვილი. მისი მასწავლებელი არის ხო? მასწავლებელი, დამკვანიანებელი, პატრონი, მშობლის როლიც კი შეასრულა იმდენი ღვაწლი დასდო მის პიროვნებას და მის საქმიანობას. ხელაშვილების გვარი როგორც ასეთი ცნობილი იყო სამეფო კარზე. ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზის და ერეკლე მეფის კარზე. ეს ხელაშვილები წარშენებული პიროვნებები იყვნენ და კარის მოძღვრებად ითვლებოდნენ და ამავე დროს იყვნენ შესანიშნავი მგალობლები. და ამიტომ აი მაგალითად დიმიტრი ხელაშვილი, რომელიც იყო ფაქტიურად კარის მოძღვარი იყო და ამავე დროს სიმღერას ასწავლიდა ერეკლე მეფეს. და მის შვილებსაც და შვილები საკმარისად ყავდა ერეკლე მეფეს ბატონიშვილები კი და აქედან გამომდინარე ხელაშვილები როგორც ასეთი ყოველთვის მეფის კარზე მიღებული პიროვნების საპატიო პიროვნებებად ითვლებოდნენ. მათზე ხელაშვილების გვარზე ერეკლე მეფემ სპეციალური სიგელიც კი გამოსცა. როგორც პრივილეგირებული პიროვნებები. ზოგიერთ მათგანს, მათ შორის დიმიტრი ხელაშვილს აზნაურობა აჩუქა. გლეხები იყვნენ, არა? ხო, გლეხები იყვნენ. მამულები მისცა. და იმდენად იყო შეყვარებული სიმღერაზე და გალობაზე თვითონ ეს ჩვენი დიდი მეფე, ერეკლე მეფე, რომ აი მომღერლები, გალობლები თუ
უშულოდ გარდაიცვლებოდა, ვინმე გარდაიცვლებოდა უშულოდ. ისევ მგალობლებს ადლებდნენ მათ ადგილებს, მათ ადგილმამულებს. ისევ მამულებს მგალობლებს ადლებდნენ მათ. ასე რომ ხელაშვილთა გვარი იმ პერიოდში და საერთოდ შემდგომ პერიოდში ცნობილი იყო მეფის კარზე. და იონა ხელაშვილი თვითონ იონა დაიბადა სოფელ ვაქირში და ბავშვობიდანვე საეკლესიო რა ქვია მსახურებას ეწეოდა სოფელ ვაქირში მდებარე იონა ნათლისმცემლის ეკლესიის მუდმივი წევრი იყო ფაქტიურად პირველ როცას ესწრებოდა მშობლებმა წერა-კითხვის ცოდნისთვის შეძენისა და საეკლესიო ცხოვრების გარკვევისათვის ჩააბარეს მოძღვარ ზაქარია დემეტრაშვილი არსებობდა ასეთი პიროვნება ეკლესიის მოძღვარი იყო განათლებული კაცი და მიაბარეს მას და იმდენად შეუყვარდა იონა ხელაშვილს ეს პიროვნება და თვითონ ეკლესიის ცხოვრება საქმე აღარ მიდიოდა ამას იქცეოდა ხოლმე ეკლესიაში და ასეთი პირობებში იზრდებოდა ეს იონა ხელაშვილი რომელსაც აინტერესებდა ძალიან ამავე დროს შესანიშნავად მღეროდა შესანიშნავად მგალობელი იყო მაგრამ რა არის ეს ცხოვრება სოფლის ცხოვრება მაინც ასე თუ ისე ჯერ ისეაპირობები იყო და სოფლის ცხოვრების მით უმეტეს ძალიან ესეთი ჩამორჩენილი სიტუაცია იყო სწავლა-განათლების თვალსაზრისით და უკმაყოფილო სოფლის ცხოვრებით და მათი განათლების სიტუაციით იონა ხელაშვილი უკვე ახალგაზრდა იონაშვილი მოზრდილი იონაშვილი დაახლოებით უკვე 17-18 წლის უკვე ჩამოდის თბილისში და ეახლება ერეკლე მეფეს და სთხოვს მას რომ ესე იგი სადმე მიაბაროს ან რაღაცა უპატრონოს რომ სწავლა-განათლება მიიღოს მან და ერეკლე მეფე მეტეხის ტაძრის უძლებს ჩააბარა ეს რა ქვია იონა ხელაშვილი იქ შეისწავლა ყველაფერი საეკლესიო ცხოვრება და დაეუფლა საეკლესიო ცხოვრებას კარგად და ერთი თქმით ძალიან თავისებურად სასაკვირველია თავისი პირადი სურვილი დაიკმაყოფილა ამით და მოხდა ასეთი რამ რომ იონა ხელაშვილის მამა გიორგი რომელიც სოფელ ვაქირში ცხოვრობდა ლეკების შემოსევის მაშინ ლეკიანობა იყო ძალიან დიდი ქართლ-კახეთში და განსაკუთრებით კახეთში და როდესაც ლეკებთან ბრძოლის დროს იონას მამა გიორგი გარდაიცვალა და იზოლებული შეიქნა იონა რომ დაბრუნებულიყო სოფელში ნუ დედაც მალე გარდაეცვალა და აღამ აჰმად ხანი როდესაც 1795 წელს თბილისში შემოესია ერეკლე მეფე იძულებული შეიქნა თავისი ოჯახით გადასულიყო თელავში და მან იცოდა უკვე იცნობდა ფაქტიურად იონას პიროვნებას და მოისურვა ამ იონა ხელაშვილის გადაყვანა ესე იგი თელავის ესე იგი სამეფო კარზე და გადაიყვანა კიდევაც და იქ საეკლესიო მსახურებას ესწრებოდა საკარის მსახური საეკლესიო მსახური იყო და ამავე დროს იყო ლოდბარი ფაქტიურად ესე იგი სიმღერა გალობას ასწავლიდა ესე იგი ბატონიშვილებს და ერეკლე რომ გარდაიცვალა გიორგი მე-12 დადგა ქართლ-კახეთის მეფედ და გიორგი მე-12 ძალიან შეყვარებული იყო იონა ხელაშვილზე იმიტომ რომ იონა ხელაშვილი იყო შესანიშნავი თვითონ თვისებებით შესანიშნავი პიროვნება იყო
გარდა გალობისა იყო შესანიშნავი ორატორი. მქადაგებელი, შესანიშნავი მქადაგებელი, ბრწყინვალე მქადაგებელი. და ფაქტიურად თავის სამეფო კარზე დატოვა გიორგი მე-12-მ იონა ხელაშვილი. სამწუხაროდ გიორგი მე-12 მალე გარდაიცვალა, ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. და იონა ხელაშვილი გამოდის უკვე სამეფო კარიდან გამოდის და ქართლში არსებული ეკლესიების მოლოცვას იწყებს. რაც კი არსებობდა ქართლში ეკლესიები, ყველა ეკლესიები მოილოცა. და ბოლოს ქვათახევის ეკლესიაში გაჩერდა. თუმცა იქ მუდმივად არ ყოფილა იქ ქვათახევის ეკლესიაში. ის დადიოდა სოფელ მოძრაობდა ხალხში, ხადაგებდა საეკლესიო მსახურებას, აცნობდა ხალხს. და ამ დროს საშიშროება იყო უკვე მეფის სამეფო ტახტის გაუქმებაზე იყო იდგა ლაპარაკი, ამავე დროს იდგა ლაპარაკი ავტოკეფალიის გაუქმების საქართველოს და ეს იონა ხელაშვილი დადიოდა მთელი შემოიარა მთელი ქართლის მოსახლეობა. ეწეოდა აგიტაციას, ეწეოდა პროპაგანდას. ეწეოდა თავისთავად რასაკვირველია, თუ რა დადებითი თვისება, დადებითი მომენტი არსებობდა თვითონ მეფის არსებობა ქვეყნისთვის. რა დადებითი თვისებების მატარებელი იყო ჩვენი საეკლესიო, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია. და ხადაგებელი იყო ცნობილი და მოყალმასე. და იმდენად იყო დაინტერესებული იოანე ბატონიშვილმა, რა ქვია, სპეციალურად ესე იგი, რომ არ დაკარგულიყო ეს ხადაგებები და ეს ხადაგებები, შეთხზა სპეციალური ნაწარმოები, ესე იგი დაწერა მან იოანე ბატონიშვილმა კალმასობა, სადაც იონა ხელაშვილი არის მთავარი მოქმედი გმირი. ასეთი მეობით, ასეთი ინტერესით მოქმედებდა იონა ხელაშვილი, მაგრამ როდესაც უკვე ფაქტიურად საქართველოს ბედი ფაქტიურად გადაწყდა სამწუხაროდ ძალიან ცუდად. გაუქმდა ავტოკეფალია გაუქმდა. სამეფო ტახტი გააუქმეს, რა ქვია, რუსებმა დაიწყო სრული გარუსების პერიოდი. ეს ბატონიშვილები წაიყვანეს ყველა რუსეთში გადაასახლეს. ზოგი პეტერბურგში, ზოგი მოსკოვში, ზოგი სად. და იონა ხელაშვილი გადაწყვეტილებას იღებს, მას შეეძლო დარჩენილი ყურა საკვირველია. მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს და თან მიჰყვება პეტერბურგში ბატონიშვილებს, ერეკლეს მეფის შვილებს. და მათი კარის ეს იყო, რა ქვია, მოძღვარი, ბატონიშვილების კარის მოძღვარი და ამავე დროს მათ შვილებს ასწავლიდა კიდევ. საგალობლებსაც ასწავლიდა. აი ხო გითხარით, ხადაგებელი, ეს იმდენად საინტერესო ორატორი იყო. იმდენად საინტერესო თემებზე საუბრობდა ეს პიროვნება. ერთი საუბრობდა ეროვნულ საკითხებზე, პატრიოტულ საკითხებზე. საუბრობდა, რა ქვია, საეკლესიო მსახურების შესახებ. და ბატონიშვილების წყალობით მან იგი შეიყვანეს წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის აკადემიაში. პეტერბურგში აკადემიაში, სადაც ფილოსოფიას და ღვთისმეტყველებას სწავლობდა. და იმდენად გაიწაფა ამ საქმეში, იმდენად ნიჭიერი კაცი იყო, ეთქობა, რასაკვირველია, სხვანაირად ვერ მიაღწევდა. რომ მას რუსეთის, რა ქვია, სინოდმა შესთავაზა, ესე იგი, ძალიან მაღალი იერარქიის საეკლესიო მსახურება.
მაგრამ შეისწავლა მან ასე კარგად რუსული. რუსული შეისწავლა ბრწყინვალეს. შეისწავლა საქართველოში თუ იქ რა ინფორმაცია საქართველოში რუსულად ტარდებოდა ყველაფერი. რუსულად ტარდებოდა. აი როდესაც იმ პერიოდში ფაქტობრივად რუსულად ტარდებოდა. ის კი არა რუსებმა სიტყვა საქართველოს საერთოდ ამოიღეს ხმარებიდან და იხმარებოდა მარტო ქუთაისის და გუბერნია და თბილისის გუბერნია. ის კი არა ქართველებს გვარი რუსულად გადაუკეთეს. კი ბატონო. ხო, აი ასე მაშინ რუსული იყო, სწავლება იყო. რუსული კარგად ფლობდა იონა, ფლობდა აგრეთვე სლოვაკურს. კი. და როდესაც დაამთავრა მან ეს აკადემია იწყებს გარდა იმისა, რომ ის მსახურობს ბატონიშვილის სკოლაზე, ამავე დროს ის გამოსცემს უკვე თეოლოგიის სახის სახელმძღვანელოებს უკვე. გამოსცემს ესეთი ლექსიკონს, რუსულ-ქართულ ლექსიკონს. და ფილოსოფიური სახის ესე იგი წერილებს წერს და აგზავნის სხვადასხვა გაზეთებში და სხვადასხვა ინსტიტუტებში სხვადასხვა. და ასე რომ ეს პიროვნება ჩამოყალიბდა როგორც პროგრესული პიროვნება. როგორც პროგრესულად მოაზროვნე პიროვნება. ამავე დროს ის ამივიწყებს საკუთარი კუთხის კერძოდ სოფელ ვაქირის სადაც დაიბადა და გაიზარდა. და იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში ის ამზადებებს იქ შეკვეთა მისცა ჯვარი დაამზადებიათ დიდი ჯვარი და საეკლესიო ატრიბუტიკა გამოუგზავნა საჩუქრად ასე იგი იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში და შესწირა მამა. და ასე რომ მისი მოღვაწეობა და მისი საქმიანობა დაკავშირებულია როგორც ეროვნული საქმიანობით, ესე იგი ქართველთა ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე საეკლესიო ცხოვრებიდან გამომდინარე. მან საფუძველი ჩაუყარა სოლომონ დოდაშვილის უკვე შემდგომ რა ქვია გზის გაკაფა მოდით ასე ვთქვათ მან გაუკაფა გზა. გასაკვირველია. მან ასეთი მას მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი და ძალიან დიდი დამსახურება უდავოდ ორი აზრი არ არის. და ის უკვე ბოლო პერიოდში აპირებდა საქართველოში დაბრუნებას. მაგრამ აღარ დასწავდა. გარდაიცვალა 1837 წელს და დაკრძალულია წმინდა ნეველის სახელობის ლავრაში. პეტერბურგში, ხო. კი ბატონო. ასე რომ 65 წლის იყო რომ გარდაიცვალა. და ასე დამთავრდა ამ შესანიშნავი ქართველის ბრწყინვალე მამულიშვილის სიცოცხლე და ცხოვრება. ეს საგალობლები ძირითადად მან ჩაუყარა საფუძველი თქვენი ინფორმაციით დღევანდელ დღეს რომ ჩვენ გვაქვს საგალობლები კი რა თქმა უნდა მანამდეც იყო საგალობლები რა მოდი თქვათ შენ ხარ ვენახი ეს როდის არის დაწერილი ხო მაგრამ აი განვითარება როგორც ასეთი საგალობლების მან შეძლო ამის გაკეთება როგორ ფიქრობთ თქვენ? არა ეს ეკლესიაში როგორც შანს მაშინ იყო ესეთი საეკლესიო საგალობლები შეიძლება იყო ასაკურველი არ იყო ნოტები ხო არ იყო გუნდურობით ესე იგი ანსამბლურობა არ ქონდა ამ სიმღერებს ამას უფრო აი
აკაპელას სახე ქონდა ინდივიდუალური შემსრულებლების დონეზე სრულდებოდა ეს და ეს საერთოდ ცნობილია რომ საეკლესიო სიმღერა გალობა გახლავთ ასე იგი წინა პერიოდი ქართული ხალხური სიმღერები დიახ ეს არის საფუძველი შესანიშნავი გასაოცარი ქართული ხალხური სიმღერის ჩვენი მართლაც უმაღლესი ჩვენი ფოლკლორის. ეხლა მე მინდა რაღაც სხვაობა თქვა რომ აი მოკლედ კათოლიკურ ეკლესიაში არ მგონია რომ გალობდნენ აკაპელად, უფრო ისინი გუნდურია დიახ და აქ კი უკვე ყველა საგალობლები უნდა ემღერათ აკაპელად. ეს ძალიან რთული რამ არის. ხო მართალია, როდესაც აკომპანიმენტი არის, უფრო ადვილია რო იგალობო, მაგრამ აი ამ შემთხვევაში უკვე რა არის იცით ამას როგორც აკაპელას შეიძლება ზუსტი შესრულებაც კი არ ქონდა. იმპროვიზაცია ახლა მე ასე მგონია. უდაოდ იმპროვიზაცია ექნებოდა. ერთნაირად არ შესრულდებოდა ყოველთვის. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ნოტები არ არსებობდა. რო ნოტები რო ყოფილიყო, აი ნოტების მიხედვით აი კითხავდნენ ნოტებით და იმღერებდნენ. აი სწორედ ეს სკვერობზანეთ ახლა რო იხდებოდა იმპროვიზაცია, იმიტომ რომ ნოტები არ არსებობდა. ნოტები ფაქტიურად მე-19 საუკუნეში როდესაც ლადო აღნიაშვილმა ჩამოაყალიბა ხალხური ანსამბლი თავისი ხარჯებით შეკრიბა საქართველოს მომღერლები ფულწუხდი და დაიქირავა იოსებ რატილი რომელიც ჩამოსული იყო მოსკოვში მღეროდა მომღერალი გახლდათ ეს იოსებ რატილი სამეფო თეატრში მღეროდა ნოტები კარგად იცოდა და ჩაწერა მან ეს. ხო, და ჩაწერა ქართული ხალხური სიმღერები და ნოტებით ამღერებდა ქართულ და საგალობლები ჩაწერა, ხო? შეასწავლა. არა, ქართული ხალხური სიმღერები ასწავლა, საგალობლები არა. ქართული ხალხური სიმღერები. ქართული ხალხური სიმღერები ესე იგი ასწავლა და დასავლეთიდან ჩამოიყვანეს მოიზიეს მომღერლები დასავლეთის ქვეყნებში არა კუთხეებში დასავლეთის კუთხეებში სხვადასხვა კუთხენა სამეგრელო გურია იმერეთი და ასე შემდეგ ქართლიდან იქნა შეკრიბეს ეს ხალხი და ჩამოაყალიბა დაახლოებით 15 წელი უფრო შეიძლება მეტიც უფრო შეიძლება 20 წელიც სათავეში ედგა ეს იოსებ რატილი ჩეხი გახლდა წარმომავლობით და ხელმძღვანელობდა ამ გუნდზე შესანიშნავად გამოდიოდნენ როგორც საქართველოს მასშტაბით ასევე ჩრდილო კავკასიაშიც გამოდიოდნენ კონცერტებში. კი. დიდი ღვაწლი აქვს მოდით ასე ვთქვათ. ძალიან დიდი ღვაწლია ეს რომ დიდესი ღვაწლი აი იმიტომ ვამბობ მე რომ ეს ლადო აღნიაშვილი იმდენად იყო დაინტერესებული თვითონ არც ლოტბარი იყო არც მომღერალი არ იყო. დიახ. თვითონ იყო პედაგოგობდა და თავისი ხელფასით ვინაიდან უნდა თავისი ხელფასით იოსებ რატილი ფაქტიურად დაიქირავა მომღერლები ქართული მომღერლები ყველას აძლევდა თანხას ხო დაიქირავა და დიდი საქმეა გააკეთებდა შესანიშნავი ქართული ანსამბლი დიახ რატილი იმიტომ იყო რატილი უფრო ესე უფრო გასავლული იყო ხო ნუ ახლა მუსიკალურად გასავლული იყო იცოდა ნოტები იცოდა ჯერეთი მღეროდა ჩაწერა იცოდა რაც თავარია ჩაწერა ეს დიდი სხვა არის კიდევ სიმღერა სხვა მაგრამ ჩაწერა რო ჩაწერო პარტიტურა ეს უკვე სხვა რაღაცა ჩვენ ეხლა თქვენ წეგამბზანეთ რომ მისი მოსწავლებს დამდებოდა სოლომონ დოდაშვილი. გავიხსენოთ ახლა უნდა ჩვენ ბატონი სოლომონი როგორ მოხდა მას, როგორ გზა გაუკაფა,
სოლომონ დოდაშვილით ესე იგი სადა იოანე ხელაშვილის შორის წლოვანება იყო განსხვავდებოდა 33 წლით უფროსი იყო იოანე ხელაშვილი. სოლომონ დოდაშვილი დაიბადა 1805 წელს. სილნაკის რაიონის სოფელ მაღაროში. მამამისი ივანე იყო მღვდელმსახური. 8 წლის მიიყვანეს იგი ბოდვის წმინდა ნინოს სახელობის სამონასტრო სკოლაში. 15 წლის ამთავრებს უკვე სილნაკის სამრევლო სკოლას 15 წლის. სოლომონ დოდაშვილი. ამის შემდეგ იგი სწავლას აგრძელებს თბილისის სასულიერო სემინარიაში. ეს ხარტი გონების პიროვნება ძალიან ესეთი იყო, ძალიან ნიჭიერი და ხარტი გონების კაცი იყო. ძალიან ესე იგი დაუოკებელი, ესე იგი სურვილების და შინაგანი მოწოდების კაცი იყო და უნიჭიერესი პიროვნება თვითონ. და იონა ხელაშვილის დახმარებით 19 წლის, უკვე 19 წლის ერთი იონა დაეხმარა სოლომონს იმაში რომ პეტერბურგში არა სანამ პეტერბურგში წავიდოდა და თბილისში სწავლობდა სასულიერო სემინარიაში მას საცხოვრისი ჰქონდა ბაგრატ ბატონიშვილის სახლში ცხოვრობდა და ეს გაუკეთა იონა ხელაშვილმა მის ამის ხელი შეუწყო იმით რომ მას პირობები ჰქონოდა რომ ესწავლა სასულიერო სემინარიაში ბინა არ ჰქონდა არაფერი არ ჰქონდა და ბაგრატ ბატონიშვილის სახლში ცხოვრობდა სანამ სწავლობდა ის სასულიერო სემინარიაში 19 წლის უკვე მიდის ის გადადის პეტერბურგში და პეტერბურგში მას გზას უკაფავს და ყველანაირად ეხმარება და აწყობს ესე იგი პეტერბურგის უმაღლეს სასწავლებელში სადაც სწავლობს ფილოსოფიას და ამის ესე იგი პეტერბურგში სწავლის პერიოდი მისი პერიოდში მას ესეთი პირობები შეუქმნა თვითონ რა ქვია იონა ხელაშვილმა რომ ის დაასაქმა ბატონიშვილების ოჯახებში დადიოდა ის ანაზღაურებას იღებდა ამაში რომ ბატონიშვილის შვილებს ასწავლიდა ენას ასწავლიდა ასწავლიდა ქართულს ბატონიშვილებს რუსეთში ცხოვრობდნენ არ იცოდნენ ქართული მაინც არ იცოდნენ მას უწერია რომ სწორედ მან ითხოვა ყველა ქართულმა უნდა იცოდეს უცხო ენებიო არის ასეთი ხო იცოდა ასწავლიდა ბავშვებს უცხო ენას ხო ასწავლიდა რა ქვია მათემატიკას ასწავლიდა გეოგრაფიას ასწავლიდა რუსულ და სოფლიო რუსეთისა და სოფლიო ისტორიას ეს ბავშვებს ბატონიშვილის შვილებს რა ქვია და იღებდა თავისთავად ანაზღაურებას თავისთავად ანაზღაურებას თან სწავლობდა და ეს პირობები შეუქმნა იონა ხელაშვილს მისი რეკომენდაციით რა თქმა უნდა მას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა დიახ ყველანაირად პატრონობდა მას პეტერბურგში ყველანაირად ხელს უწყობდა ეს აქტიური იყო ძალიან სოლომონ დოდაშვილი სტუდენტი როცა იყო ძალიან აქტიური იყო და რა ქვია უკვე წერდა რაღაცა რა ქვია თეოლოგიის შესახებ რაღაცა თავისი მოსაზრებები ჰქონდა და როდესაც უკვე ამთავრებს 24 წელს შევიდა ის და 27 წელს 1827 წელს 22 წლის სოლომონი უკვე ამთავრებს ამ უმაღლეს სასწავლებელს. დიახ. და სადიპლომო ნამუშევარი მისი არის ესე იგი ფილოსოფიის ესე იგი უმაღლესი ესე იგი შედევრი ფილოსოფიაში. ეს არის ლოგიკის ცნობით და გამოცემებზე რომ უნდა გავიდეს ესე იგი და ჩააბაროს ეს რა ქვია გამოცდა
სახელმწიფო გამოცდა. ხო, სახელმწიფო გამოცდა ქვია. ნუ მაშინ როგორ ერქვა, შეიძლება სახელმწიფო გამოცდა არ ერქვა, მაგრამ ხო, მომთავრებს. ხო, დამამთავრებელი გამოცდა. ის წერს უკვე გამზადებული აქვს უკვე ლოგიკა, ფილოსოფიური ნაწარმოები და ავად შეიქმნა. და სთხოვა იონა ხელაშვილს რომ იქნებო დამეხმაროთო თქვენო კიდევო რომ გამოვცეთო ეს ლოგიკაო და მაგის გამოსაცემად იქნება თანხაც რაღაცა იქნება რაღაცა როგორმე თანხაც დამეგობრება შეუგროვა რა ქვია იონა ხელაშვილმა გამოაცემინა ეს რა ქვია ლოგიკა და გავიდა ესე იგი და უბრწყინვალესად ჩააბარა რა ქვია ნუ ამ გამოცდა რაღაცა გამოცდის სახით სოლომონ დოდაშვილმა ეს ლოგიკა იმდენად საინტერესო იყო ფილოსოფიური, მაშინ ფილოსოფიური და საერთოდ რა თქმა უნდა, ფილოსოფიური ნაწარმოებები საერთოდ არ არსებობდა. და სოლომონ დოდაშვილი ითვლება ფილოსოფიური მეცნიერების ფუძემდებლად და დამაარსებლად და ფუძემდებლად. 1827 წელს ის ბრუნდება მას სავაზობენ უნივერსიტეტში სთავაზობენ სხვადასხვა თანამდებობებს. მაგრამ ბრუნდება. ხო, მაგრამ უარს აცხადებს, ესე იგი, არ რჩება პეტერბურგში და ბრუნდება საქართველოში. დაიწყებს მოძრაობა ეროვნულ მოძრაობაში დროინდელი და როდესაც მოდის უკან, ესე იგი, მოსკოვის უნივერსიტეტში აბარებს ერთ ეგზემპლიარს ლოგიკის. უნივერსიტეტმა დიდი სიამოვნებით მიიღო ეს ლოგიკა და ეს შემდეგ რასაკვირველია თავის ესე იგი სწავლებაში ჩართო უნივერსიტეტმა ხარკოვის უნივერსიტეტში დატოვა ეს რა ქვია ეს ლოგიკის ერთი ეგზემპლიარი და ამ ხარკოვის უნივერსიტეტმა ჩართო სწავლებაში და ეს იყო ერთ-ერთი პირველი ფაქტიურად საერთოდ არა მარტო მაშინდელი რუსეთში არამედ ევროპაში და შეიძლება მსოფლიოშიც, იმიტომ რომ აი შაბანუცუბიძე ამბობს რომ მან ესე იგი არა მარტო სამეცნიერო გზა გაუკლია ფილოსოფიას არა მარტო ევროპაშიო, არამედ მსოფლიოშიც. დიდი მოაზროვნე ძალიან. და უკან მოსკოვში ის ხდება როცა ბრუნდება უკვე საქართველოში ოქროპիր ბატონიშვილს. ოქროპիր ბატონიშვილს რომელსაც დაარსებული ჰქონდა ქართველ შეთქმულთა ჯგუფი. დიახ. ეს შეთქმულთა ჯგუფი მოსკოვშიც იყო, პეტერბურგშიც იყო, თბილისშიც იყო და ეს რომ ჩამოდის, რა ქვია, აქ ოქროპիր ბატონიშვილს ხდება, უკვე ფაქტიურად ეს უკვე განწყობილია ეროვნული მოძრაობისთვის სოლომონი ჩამოდის და ფაქტიურად ის უდგება სათავეში ქართულ ეროვნულ მოძრაობას და მან რასაკვირველია მას დააბრალეს როდესაც დაიჭირეს ის დააკავეს დეკაბრისტებთან ურთიერთობას კი დააბრალეს დეკაბრისტებთან ურთიერთობა და 1929 წელს უпростоრად და 29 წელს ის უკვე ციხეშია იჭერენ უკვე იმას ხო ქალაქ ვიოტაში ხო ხო ალაბრის ხო აკა ხო და ალაბრის ციხეში იყო 18 თვის განმავლობაში 18 თვის განმავლობაში შემდეგ გადაყავთ რუსეთში ხო? მას ის გადაასახლეს
თავის მეუღლე ელენე და შვილებით. კობიაშვილის შვილებთან ერთად გადაასახლეს შორეულ ციმბირში. დიახ. ვიატკაში, დიახ. კი. შვილიც უკდება მაგას. ხო, იქაური პირობები იყო ძალიან მკაცრი, დიახ. მკაცრი პირობები იყო. ჭლექით დაავადდა. დიახ, ჭლექით დაავადდა და მე ცოლიც გარდაიცვალა. ხო, გარდაიცვალა 1836 წელს, 31 წლის ასაკში. დიახ. სრულიად ახალგაზრდა. 31 წელი. ძალიან ახალგაზრდა და აი ასეთი დიდი განათლებული იქ ვიატკაში ერთი შვილი ვიატკის ადგილზე გარდაეცვალა. დიახ. მეორე შვილი გარდაეცვალა, როდესაც მეუღლე უბრალოდ ბრუნდებოდა საქართველოში. გზაში გარდაეცვალა. დიახ. მეუღლე ჩამოვიდა, მაგრამ ისიც მალე გარდაეცვალა და 1838 წელს მეუღლეს გარდაეცვალა. მისი მეუღლეს გარდაეცვალა. ასე ძალიან სასტიკად, ესე იგი განგება და გაუსწორდა მის პიროვნებას და მის ოჯახებს და მის შვილებს. თვითონ მასაც რასაკვირველია. ხო, ესეთი დაავადება შეეყარა, რომ 31 წლის ასაკში, იცით მე რა მიხარია ბატონო გელა, რომ 90-იან წლებში, 94-ში თუ 96-ში თუ არ ვცდები, ის გადმოასვენეს საქართველოს. 94 წელს. ხო, გადმოასვენეს და დღესდღეობით ის განისვენებს თაწმინდის პანთეონში. ეს ხოთიშორის ძალიან ესე რომ წავიკითხე მონაცემები, ძალიან გამეხარდა, იმიტომ რომ იმ პერიოდში, როდესაც 94 წელი ჩვენ ყველამ გამოვიარეთ ესა და როგორი წლებია და მაგისთვის რომ მოიცალეს, არა? დიახ, აი ეს მე მგონი ძალიან გმირობის ტოლფასი იყო, იმიტომ რომ იმ პერიოდში გადმოსვენება ძალიან სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული და მართალი გითხრათ ცოტა ყოველ შემთხვევაში მე ასე ვხედავ ამას და არ იყო არ მოხდა პოპულარიზაცია რომ ხალხი მისულიყო აი რეკლამა არ გაკეთდა და 94 წელში რო გადმოასვენეს რატომღაც ხალხმა ეს ვერ გაიგო ხო, რაღაცა ისეთი მოხდა. ისა რეკლამა არის. ხო, რეკლამა არ მოხდა. ისეთი შუქი არ იყო, ტელევიზია არ მუშაობდა და შეიძლება მაგიტომ არ გაახმაურეს, რომ ისეთი პირობები იყო, მაშინ პერიოდი იყო ისეთი, რომ ხალხი შეიძლება ეთქვა, რომ რა დროს ეგაა და მაგისთვის ქსალია, თუ შეიძლება ვიღაცას ეთქვა, მაგრამ ხო, მაგისთვისაც მაგისთვის უნდა ვცლოდა. რა თქმა უნდა. ასეთი პიროვნების, რომელიც მართლაც ფილოსოფიური სკოლის დამაარსებელი თითლება, არა მარტო საქართველოში. დიახ. არა მარტო საქართველოში, ევროპაში და მსოფლიოში. რა თქმა უნდა. ბატონი შალვანო ცუბიძის შეფასება ასე ის არ არის ის ნამდვილად იმსახურებდა ამას და კიდევაც ბრძანა ბატონმა შალვამ რომ ის ასე წელს 220 წელი ხდება დაბადებიდან, მისი დაბადებიდან. სოლომონ დოდაშვილის ხო? ხო, სოლომონ დოდაშვილის, ესე 220 წელი ხდება, ეხლა 25 წელია. დიახ. 1805 წელს არის დაბადებული, ესე იგი 220 წელი ხდება სოლომონ დოდაშვილის. ბატონო გელა, ჩვენ ორი წუთი დაგვრჩა და შევაფასოთ ორი ეს დიდი პიროვნება, მასწავლებელი და მოსწავლე. აი მასწავლებელიც ასეთი უნდა, მე ვიტყოდი პირდაპირ. და მოსწავლეც ასეთი უნდა. კარგი შეფასება ნამდვილად. ღმერთმა ამრავლოს, ასეთი მასწავლებელი, ასეთი მოსწავლე. ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ერისთვის. გეთანხმებით. ეს ასეთი დამთხევა იშვიათად ხდება. ცით რა დღეს დამემგზავრა ჩემი
მეზობელი და სადმედი ხარ მოთხარი გადაცემა მაქვს ასეთ პიროვნებებზე მეთქი და ესე იგი გაოცებული დარჩა ეს ხალბატონი რომ ასეთი დიდებული ქართველები ყავს, ასეთი დიდი მეცნიერები, ასეთი დიდი პატრიოტებიო და დღევანდელი განათლების სამინისტრო ამას არ ხდებაო ამ ხალხის შეტანა თუნდაც წინში შეიძლება მოშეიტანონ არა? როგორი თარიღია ახლა 220 წელი გავიდა, აქვია. ხო შეიძლება ახლა ყოველ შემთხვევაში მე-11 კლასში ხო უნდა იყოს ან აღნიშნე, ან საღამო მოაწყვე, ან რაღაც მიუძღვენი, რაღაცა ან სემინარები მიუძღვენი, ფილოსოფიის სემინარი. გაკეთდება ალბათ მე ვთვლი რომ უნივერსიტეტში ასე იოლად ვერ ვიტყვი ახლა, მაგრამ ასე უყურადღებობას არ გამოიწვია. არა, არც მაგასაც ვერ დავიჯერებ. ჩემ მეზობელმა მითხრა, აი მე რაბედნიერი ხარო, დღესო ამ ორ გენიოსზე გაქვს საუბარია. ზუსტად გენიოსებზე გვისაუბრეთ ახლა მაგაზე. ხო. და ზუსტად გენიოსებზე. მადლობა. თანაც რა პერიოდია ხალბატონაზე? ეს არის საქართველოს ძნელბედობის, არ ვიტყვი, ძნელბედობის პერიოდი. დიახ. გარდამავალი პერიოდი. აღარ არის მეფეები. აღარ არის, რა ქვია, ჩვენი ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია, რა ქვია, რუსების ხელში ხარ ჩავარდნილი. იგი, არა, საერთოდ ხო გააუქმეს ავტოკეფალია. ხო, დიახ. ავტოკეფალია გააუქმეს, მეტი რა უნდა ეკრა ახლა და დაუქვემდებარეს, რა ქვია, რუსეთის სინოდის და ვიღაც რუსი ეგზარხოსი მართავდა საქართველოს ეკლესიას. გარუცების პერიოდი ის იყო, რა ქვია, აშკარად კაცო და რა თქმა უნდა. მე ვთვლი რომ შესაძლოა უნდა აღნიშნო რომ სოლომონ დოდაშვილის მოსწავლეები იყვნენ რა ქვია ნიკოლოზ ბარათაშვილი და დიმიტრი ყიფიანი. სკოლაში ასწავლიდა, რა ქვია, დიმიტრი ყიფიანს და ნიკოლოზ ბარათაშვილის, რა ქვია, სოლომონ დოდაშვილი. თქვენი სახელით შემძიფას მაყურებელს დავემშვიდობები და უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ორი გენიოსის და ერისიამაყეზე ნამდვილად საჩვენო პიროვნებების წარმოჩენაში. ფაქტიურად ესე იგი მათ შექმნეს, აი ორმა პიროვნებამ შექმნა ეროვნული მოძრაობის, რა ქვია, უფრო რომ ძლავრად წამოსული იყო მე-19 საუკუნეში ჩვენი დიდი ილიას თამადობით და მისი ხელმძღვანელობით. აი მან შეუქმნა ეს ფონი შექმნა დიახ აი ამ ორმა გენიოსმა. თქვენი სახელით დავემშვიდობებით შემძიფას მაყურებელს და ვეტყვი მადლობას მოსმენისათვის. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. კარგად მზადდებოდეს.